ამ რანგის ტურნირს საქართველოს პირველად მასპინძლობს. ჩემპიონატის პირველ დღეს საპრიზო ადგილი მხოლოდ ერთმა ქართველმა ნესტორ ხერგიანმა დაიკავა. საქართველოს ევროპის ჩემპიონატს ძიუდოში პირველად მასპინძლობს. ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები და სტუმრები ევროპის 40 ქვეყნიდან თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ. 600-ზე მეტი ევროპელი სპორტსმენი საკუთარ ძალებს წელს სწორედ თბილისში გამოცდის. ჩემპიონატი, რომელიც თავისი მასშტაბით საქართველოსთვის უპრეცედენტოა, სპორტის სასახლეში დღეს გაიხსნა. ევროპელ სპორტსმენებთან ერთად თბილისში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებიც მრავლად არიან. ჩემპიონატს 55 ქვეყნიდან 200-ზე მეტი ჟურნალისტი აშუქებს. ტურნირი რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის იაპონიაში, პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ევროპის ჩემპიონატის თბილისში ჩასატარებლად ქართულმა მხარემ ყველა ის სტანდარტი დააკმაყოფილა, რომელიც ევროპულ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს. ჩემპიონატი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით მიმდინარეობს. მაშინ როცა ორ ქვეყანას შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობაა, რუსმა და ქართველმა ძიუდოისტებმა ამ ჩემპიონატის თბილისში ჩატარებით კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ ერთმანეთისადმი მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა. არანაირი დაბრკოლება ჩვენ არ ქონია ჯერჯერობით, ალბათ არც მომავალში არ გვექნება. პირიქით ყველა უნდა მოვიდეს სპორტის სასახლეში და ესეთ სპორტულ ღონისძიებას, რომელიც ალბათ ძალიან დიდი დრო დაჭირდება და წლები დაჭირდება, რომ ჩატარდეს ჩვენ ქვეყანაში, ყველა უნდა უყუროს და ყველა უნდა გაიხაროს ერთად ჩვენი სპორტსმენების წარმატება. საქართველოში ჩატარებულ ევროპირველობაზე პირველი მედალი ნესტორ ხერგიანმა მოიპოვა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა სპორტსმენმა უძლიერესი ჰოლანდიელის დამარცხება მოახერხა და გუნდს პირველი ბრინჯაოს მედალი მოუტანა.